მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. როგორი ქალი ხართ მის თვალში? როგორი ქალი ხართ მის თვალში? როგორ ხედავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? მოდი ვნახოთ. მე შეგახსენებთ და გთხოვთ მოიწონოთ ჩემი არხი, გამოიწეროთ, რათა არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები, დამიკომენტაროთ, გავიგო რეზონირდა თუ არა, ან რამდენად რეზონირდა და კომენტარებში გთხოვთ დამიწეროთ თემა, რაზე გსურთ შემდეგი გაშლა გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. აბა, როგორი ქალი ხართ მის თვალში? გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. როგორი ქალი ხართ მის თვალში? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველებო დავიწყოთ. მის თვალში შეიძლება ახლა ცოტა დაძაბული ქალბატონია. მე არ ვამბობ, რომ თქვენ ასეთი ხართ. ჩვენ მკითხულობთ ის როგორ გხედავთ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენ როგორ გხედავთ. ცოტა ეჭვიანი, გხედავთ რომ ხართ ცოტა ეჭვიანი, ამჟამად ცოტა დაძაბული ადამიანი ხართ, რომელიც ურთიერთობაში იჩენს სიფრთხილეს. მოდი დავამატოთ. რომ შევავსოთ. როგორი თვალი ხართ? როგორი ქალი ხართ უკაცრავად? როგორი ქალი ხართ მის თვალში? თვალი ისე წამოწდა, ძალიან ლამაზ თვალება ქალბატონები მიყურებთ აშკარად. როგორი ქალი ხართ მის თვალში? სხვათა შორის საკმაოდ აქტიური ქალბატონი ბრძანდებით, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი საქმე, რომელიც კარგად განაგებს თავის საქმეებს, რომელიც აქტიურია, მიზანდასახულია. როგორი ქალი ხართ პირველებო? მის თვალში, როგორი ქალი ხართ? ცოტა იდუმალი, ამავე დროს, მიუხედავად თქვენი ტემპერამენტისა, ცოტა იდუმალი ქალი ხართ. ისეთი ქალი ხართ, რომელიც მთლიანად არ იხსნება ამ მამაკაცისთვის. თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომელიც მიუხედავად თავისი შინაგანი შარმისა, სილამაზისა, რაღაცას მალავს თითქოს ისეთი იდუმალია, რომ მისი ამუკითხვა შეუძლებელია. თქვენ წაუკითხავ წიგნად რჩებით ამ ადამიანისთვის. მოდი კიდევ დავამატოთ და გავიგოთ, ჩავეციოთ როგორი ქალი ხართ პირველებო. თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცისთვის. როგორი ქალი ხართ? საკმაოდ რესურსიანი ქალი ხართ. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ რასაც თქვენ გასცემთ, უნდა მიიღოთ უკან. ანუ როგორ ადამიანად გხედავთ, რომ აგიხსნათ კარგად, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მან არ მოგცათ ემოციები, არ დაგანახათ ემოციები, თქვენ მისკენ არ გაიღებთ იგივე ემოციას. ანუ თქვენ უნდა მიიღოთ მისგან ემოცია, რომ
თქვენ იგივე ემოცია გამოხატოთ მეორე ადამიანის, ანუ თქვენი პარტნიორის მიმართ. კიდევ როგორ გხედავთ? საკმაოდ სასურველ ქალბატონად გხედავთ, საკმაოდ ასე იგი იდუმალი ვთქვით, ცოტა ეჭვიანი და სიფრთხილეს რომ იჩენს ისეთი ქალბატონი ხართ და ამავე დროს ძალიან სასურველ ქალბატონად გხედავთ, რომელსაც აქვს უამრავი არჩევანი. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი, თქვენ უხვად გყავთ თაყვანისმცემლები, ასე ვთქვათ. და მე ეჭვიც არ მეპარებათ, რომ ნამდვილად ასეთი ქალბატონი ბრძანდებით, ყველა მხრივ შემკობილი. აბა ვნახოთ მეორეებისთვის. მეორეებო, თქვენ კვერთხების მეფეთ. ცოტა მამაკაცურ ენერგიებში, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცის თვისებები ხართ, გაქვთ, მაგრამ ეს ადამიანი გხედავთ, თუ თქვენი საქმე გაქვთ პროფესიონალ ადამიანად, რომელსაც აქვს თავისი საქმე, რომელსაც შეუძლია მართოს თავისი ირგვლივ ყველა და ყველაფერი, საკმაოდ ძლევამოსილ ქალბატონად გხედავთ, რომელსაც არაკლია ძალა, ენერგია, ინტუიცია, საკმაოდ მის თვალში საკმაოდ ძლიერი ქალბატონი ხართ. აბა ვნახოთ, დავამატოთ. როგორ გხედავთ მეორეებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? დიახ, მე წაღან სამსახური ვახსენე და გხედავთ საკმაოდ შრომის მოყვარე ადამიანად გხედავთ ეს ადამიანი თქვენ. და მას მიაჩნია, რომ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ და არც ძალას და არც ენერგიას არ იშურებთ იმისთვის, რომ თქვენი საქმე კარგად აკეთოთ, გამოიმუშაოთ თანხა და გხედავთ, რომ საკმაოდ ფინანსებზე ორიენტირებული ქალბატონი ხართ, რომელსაც დიახ გაიღებს თავის ენერგიას, შრომას და იღებს უკან ფინანსური რესურსის სახით. კიდევ როგორი ქალბატონი ხართ, დიახ, და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ საკმაოდ კომფორტის მოყვარული ადამიანი ხართ, თქვენ თვითონ შექმენით თქვენი ეს კომფორტი, თქვენი შრომის ფასად და ახლა ტკბებით თქვენ აი ამ მიღებული რეზულტატით და თქვენი შრომის საფასურით. დავამატოთ ერთი კარტიც და ვნახოთ, როგორ ქალბატონად გხედავთ თქვენ ეს მამაკაცი, ვინც ჩაიფიქრეთ. და გხედავთ ისეთ ადამიანად, რომელიც მუდმივად ვითარდება. გხედავთ ისეთ ქალად, რომელსაც აქვს თავისი გასავლელი გზა. ძალიან ბევრი ენერგია, დრო, შრომა ჩადეთ იმაში, რომ აქამდე მოსულიყავით და თქვენ კიდევ და კიდევ წინ მიიწევთ და ზრუნავთ, რომ განავითაროთ თქვენი თავი. საკმაოდ დადებითად გხედავთ ეს ადამიანი თქვენ. კიდევ როგორი ქალბატონი ხართ ამ მამაკაცისთვის თქვენ. შვიდიანი პენტაკლები. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველა ბარიერს თავისუფლად გადალახავს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. თქვენ კიდევ ბევრი რამ გაქვთ ჩადებული, ეს ეხება თქვენს შრომას, რომ მიიღოთ სასურველი
რეზულტატი და მიიღოთ თქვენი შრომის საფასური. თქვენ მუდმივად, არ ვიცი ასეთები ვინ მიყურებთ, ასეთი შრომის მოყარეები და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ყველაფერს იმსახურებს. შეიძლება ამ ადამიანმა თქვენ კომპლიმენტებითაც შეგავსოთ, შეაქოს თქვენი საქციელი, თქვენი შრომის მოყარეობა და დაგაფასოთ როგორც ქალი. შეიძლება ეს იყოს SMS-ით, შეიძლება იყოს პატარა საჩუქარით, თუნდაც ყვავილებით. ეს ადამიანი თქვენს მიმართ გამოხატავს ძალიან დიდ პატივისცემას და ალბათ სიყვარულსაც, იმიტომ რომ ნამდვილად ის ფიქრობს, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ, ძალიან მაგარი ქალბატონები მიყურებთ და გემშვიდობებით მე მომავალ გაშლამდე დროებით.